ნიუ-იორკში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ამჯერად მხოლოდ ერთდღიანი აღმოჩნდა. გაეროში წარმოთქმული სიტყვის შესახებ დღეს ის უკვე გორში საუბრობდა. იქ შეკრებილ ნაციონალებს პრეზიდენტი ეუბნება, რომ მას გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე ტაშს უკრავდნენ. იმის გამო, რომ რამდენიმე ნაძირავა და სადისტი დანაშაულს სჭადიოდა, თურმე საქართველოს მომავალი უნდა გადაწყდეს ქურდების, ხადნიაკისა და აფშიაკის მიერ. ეს განცხადებაც სააკაშვილმა გორის ცენტრალურ მოედანზე მომხრეებთან შეხვედრისას გააკეთა. მომავალი არაფერზე არის ახალი სკოლები გაიხსნა, ახალი სასტუმროები იქნება, ხალხს იმედი გაუჩნდა, პატარა ბიზნესებს ხსნიან, ყველა ოჯახს რაღაცა პერსპექტივა თვალებში გამოუჩნდა, რომ აი რაღაცა ახალი შეიძლება შეიცვალოს და გაგეთეს. სწორედ ამიტომ გვეუბნება, რომ მოდი დავივიწყოთ ყველაფერი ეს, ხაზი გადავუსვათ ყველაფერ ამას და მოდით იმის გამო, რომ რამდენიმე ნაძირავა, რამდენიმე სადისტი, რომელიც ჩადიოდა იმას, რასაც ჩადიოდა, ამით ყველაფრით გადავფაროთ ის, რომ საქართველოს აღარ გქონდეს ხვალინდელი დღე და საქართველოს არჩევნები გადაწყდეს არა ხალხის მიერ, არამედ ქურდების ხადნიაკის მიერ და აფშაკის მიერ. მე მინდა ყველა პარტიას უთხრა, ჩვენ არავის შიდა მტრად არ განვიხილავთ. ყველა პარტია უნდა გაერთიანდეს. ყველა აღსარებლობის და ყველა წარმომავლობის ადამიანი უნდა გაერთიანდეს. არის თემები, რომელზეც არ შეიძლება სპეკულირება. მაგრამ ერთი რამე ყველამ უნდა ვთქვათ, ჩვენ არავინ არ უნდა შევაჩეროთ აღშენებლობა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუბრუნოთ უკან კანონიერი ქურდები და ორგანიზებული დანაშაული, იმიტომ რომ ეს ყველანაირ პარტიული იქით მიდის, ხალხი ამას არ დაუშვებს.